რა უნდა ქნას პოლიტიკოსმა, რომელიც ამ ქვეყანაშია ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ჩამოყალიბებულ ფორმირებულ ამ გარემოში, ამ რეპრესიულ გარემოში. ძალიან საინტერესო კითხვაა. მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გარედან სანქცია და შიგნით აქცია არის ამ რეჟიმის დასრულების ქვაკუთხედიო, მთავარი საფუძველიო, ნახევარსაათში გამოვიდა ის კობახიძე ბიჭი, კობახიძის ვაჟი კობახიძე. თქვა, რომ ესო არისო სიცხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ერთგვარი საფუძველიო, აიო, ესენი არიან მოღალატეებიო. ერთგვარად დაგვასპოილერა, დაგვიანონსა, რომ ყველას ადურთინებენ თავს საპატიმროებში. ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებამდე ნაბიჯ მიდის მართლაც. თუ ახლა ხავს პლუს მინუს 200 პოლიტიკოსი და სინდისის პატიმარი, უკვე ხვალზე პირობითად 2026-ის მიწურულისთვის 2027 წლის განმავლობაში მას დამატებით ეყოლება 1000 პოლიტიკოსი და სინდისის პატიმარი. ანუ 1200, 1500 კაცი იქნება საპატიმროებში შეყრილი. კარგ ბჭყალებში პირობებში შეუქმნიან, ოღონდ მათ არ ექნებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ერთი, რაც თავარია 4 კედელში იქნებიან გისოსებს მიღმა იქნებიან გამომწყდელნი. და ამით საბოლოო ჯად აიღებს ბიძინა ივანიშვილი განიმტკიცებს ძალაუფლებას. ის დახურავს მედიასაც, დახურავს ქაღალზე შერჩენილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიჭერს ყველას ანიდან, ასობგერადან, ხმოვნიდან, ვიდრე თანხმოვანამდე, ჰაეზე ჩვენ არა გვაქვს გვარი, ჰიპოკრატე, ჰეროდოტე, ჰომეროსი, მაგრამ აი ბოლოს წინა ასობგერაზე არსებული გვარი რაც არის ყველას ვინც მას ეწინააღმდეგება და მისთვის პრობლემაა უკვე. ბიძინა ივანიშვილი ასე ხედავს და ახლობლად როგორც მე ხვდები, ასე ხედავს, რომ დასავლეთი მათ ვერ იცავს, ანუ არსებულ პოლიტპატიმრებს, მაგალითად სააკაშვილს, ხოშტარიას პოლიტიკოსებს, სხვებს ნიკამელიას, აგრეთვე ვერ იცავს სინდისის პატიმრებს, მზია ამაღლობელს, სხვებს სათანადოდ, ანუ რაღაცა ჯილდო კი მისცეს მზია ამაღლობელს, მაგრამ ის იყო ერთი ივენთი და მხოლოდ ვერ ერევა ამ პროცესში და რომ ჩაერიოს მე რასაკვირველია მათ ინტერვენციის შესაძლებლობას არ მივცემ. აქედან გამომდინარე, თუ 200 კაცის გამო დასავლეთმა პრობლემები მე ვერ შემიქნა, ან შემიქნა და გადავლახე, კიდევ 1000 რომ მეყოლება, თუ მეყოლება, რომ რა პრობლემები შემიქმნის. ბიძინა ივანიშვილს ერთი ხანობა შესაძლოა ისიც ეგონა, რომ აი ამ პატიმრებს, მიშას გარდა ალბათ ყველას, გადმოაგდებდა, ზვარაკებად შესწირავდა და ასავლեց. იტყოდა, რომ იცით რა არის, მე გამათავისუფლებ მზიას ოღონდ. მე გამათავისუფლებ ზვიათსა და მზიას ოღონდ. ხო, აი რაღაცა ყაბელაშვილი შეიწყალებს იკნაძეს და ცეცხლაძეს ოღონდ თქვენ დაგვითმეთ ეს ყველაფერი. მაგრამ ამ ვაჭრობაში დასავლეთი მასთან არ შევიდა საბოლოო ჯამში და ბიძინა ივანიშვილი ამ თვალსაზრისითაც იმედგაცრუებულია და ამბობს და ახლობით ფიქრობს ასე, რომ მე უფრო დიდ რეპრესიებს ეწავალ და ვხურავ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გავაუქმებ პოლიტიკას, დავიჭერ პოლიტიკოსებს, დავიჭერ ყველას, ვინც გარკვეულ პრობლემებს მიქმნის. ზოგს 2 წელიწადს მისცემს რუსეთის სასამართლოს, ზოგს 3, ზოგს 15, ზოგს 17, ზოგს სამუდამოს, ზოგს სამუდამოზე მეც და ასე შემდეგ და დამთავრდება ეს პრობლემა როგორც ასე. ეხლა ის მის კითხვა. თუ დაიჭერს 1790 კაცს, ეყოფა რესურსი, აქვე ვიტყვი, შემოვარდება ერთდროულად ან რაღაც 5 დღის ვადაში სპეცრაზმი 1597 კაცთან, 1600 კაცთან და აიყვანს განავერა და 1600 საწოლი ადგილი საპატიმროში კი ექნება. რუსთავში, გდანში, სხვაგან. თუ ამ ყველაფერს გააკეთებს, გამოჩნდება თუ არა მეორე 1500-ეული, 1600-ეული მოქალაქეებიდან, რომ ზარ ვიცნობ მოცემულობებზე, რომლებიც დაიჭერენ ხსენებული პოლიტიკოსის არ დაჭერილი ადამიანების მიერ ოდესღაც კი არა ახლა უკვე, ან ახლაც აღმართულ დროშას, ქართულ დროშას. ანუ ვინმე აიღებს თუ არა ინიციატივას, თუ დაუშინდებიან, პირადად მე მგონია, რომ ახლა გააწყედინებთ. მე მგონია, რომ შემდეგი 1500 კაცი უბრალოდ არ გამოჩნდება. და ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ გააკეთებს აქედან არასაბჭოთა, ალბათ საბჭოთა, არა ბოლშევიკურ, არა კომუნისტურ, არა 30-იანი წლების, ან 40-იანი, ან 20-იანი წლების საქართველოს, არამედ ივანიშვილის საქართველოს. საბოლოოდ ხმამაღლებით თქვა, კარგა ხნით ჩააბეტონებს.
დასავლეთის არ იქნება ჩვენი მშველელი და როგორც ცალკეულ ბევრ სახელმწიფოში არ ხსენებულ ვენესუელაში ან სხვაგან იყვნენ პოლიტპატიმრები 1000-ობით კაცი, ისე იქნება 1000-ობით პოლიტპატიმარი ჩვენთანაც. პოლიტიკა გაუქმდება, შეიქმნება არჩევნებისთვის, ფორმალური არჩევნებისთვის რაღაცა პარტია გაძლიერდება ხალხის ძალა, რომელსაც 5%-იან ბარიერს გადაალახინებენ და 95% კი 94% კი მოვა ხელისუფლებაში ქართული ოცნება, იმიტომ რომ სხვა არც არავინ არ არის. იმასაც დაერქმევა დემოკრატიული არჩევნები და ასე შემდეგ. ახლა ლაშა ბუღაძემ ნიკა გვარამი ხომ ხო თქვა ეს ყველაფერი. ნიკა გვარამი ისის დაამატა რომ ჩვენ მზათა ვართ რომ საპატიმროში წავიდეთ. წერალმა ლაშა ბუღაძემ, რომელიც ერთ-ერთია იმ 1000 კაცში გარწმუნებთ, ვისაც დაიჭერს, თავისუფლებას მივცემ რომ მეც ვარ სადღაც ახლოში 1000-დან 2000-ზე 2000-4000. პირველ 20000 ევროში. ხო, ნიკა გვარამიაც 1000-შია თუ შეიძლება საერთოდაც 300-ში თუ 100-ში. მოკლედ 1000-ში შესაძლოა. მოკლედ ლაშამ დასვა საკითხი ასე იქნება და პოლიტიკოსები წავიდნენ, იმიტომ რომ სწორიც არის, ლოგიკურიც არის, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში, მათ საპატიმროელი და საზოგადოება საპატიმროში მოხვედრილი პოლიტიკოსი არც უნდა, პოლიტიკოსი ხილვა არც უნდა. აი ელენე მაგალითად, ჩემი პატივისცემა. უმალს ჯობს რომ ელენე იყოს გარეთ, მაგრამ თუ გარეთ ვერ იქნებოდა, უმალს ჯობდა რომ ყოფილიყო ისიც, არ ვიცი, სტრასბურგში, პარიზში, ბერლინში, სადაც ბრიუსელში. და არც მისი ჯანმრთელობა შეირღებოდა, ან ასე არ შეირღებოდა საერთოდაც და იქიდანაც უფრო პროდუქტიული იქნებოდა. სწორი ბრძანება ლაშას იმე ვეთანხმები მას ამ მოსაზრებაში, მაგრამ რაღაც სხვადასხვა პოზიციასაც დავაფიქსირებ. აი ხაზარაძე წავიდა. ბრიუსელში ცხოვრობს. ხაზარაძე მდიდარი, შეძლებული კაცია. რას შვება ხაზარაძე? მესმის რომ ლელო ძლიერი საქართველოს მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას ასე შემდეგ, მაგრამ რას შვება ხაზარაძე? ანუ რამე ნაყოფიერ საქმიანობას ეწევა კი? არ ვაკრიტიკებ მამუკას. გადარჩა მამუკა. სავარაუდოდ ოჯახით წაყვანილი ხარ, შესაძლოა არ დავინტერესებული ვარ, მაგრამ გადარჩა მამუკა და თავი შემოინახა თავი კონოტაცია. მაგრამ ამასობაში რაღა ის არ მოხვდა საპატიმროში და თვითონვე ოსტატურად კარგი გაგებით გაექცა მორიგ რეპრესიას, მოატყუა ივანიშვილი და დაუძვრა ყველაფერს, მისი რეიტინგიც ქვემოთ მოდის. და მას პრაქტიკულად ჩემი აზრით ყოველთვის შანსი არ აქვს საქართველოში დაბრუნება უსულო ცხადია, მაგრამ ხელისუფლებაში თუნდაც კოალიციურად მოსვლის. მათ შორის იმიტომ რომ მისი პარტია დაასუსტა ბიზნესში ცხადია, მაგრამ მამუკა მიიღო ეს თითქოს და არ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება. რუსი ოპოზიციონერები წასულები არიან კარგახანია. ზინა ივანიშვილის უფროსმა პუტინმა შექმნა ამგვარი პირობები რუსეთში. ხადარკოვსკის მაგალითად შეძლებული კაცია, ვინც ის და იქნება უფრო შეძლებულიც კი ხაზარაძეზე. ის საერთოდაც რაღაც ტელეარხს არხებს ფლობს ონლაინ მედია საშუალებებს. ვინ არ თანამშრომლობს ამ არხებთან. თვითონაც ძალიან აქტიურია, კასპაროვთან ერთად მეტისმეტად აქტიურია ლიბერალურ ოპოზიციად იწოდება, მაგრამ ხადარკოვსკისა და სხვების წასვლის გათვალისწინებით რუსეთში გასუსტა კი არა, აღმოიფხვრა ოპოზიცია როგორც ასეთი და პუტინი ხარობს. ვერაფერს აკლებენ, ვერც მოსკოვს კი არა, რუსეთ მიღბიდან ხადარკოვსკი, კასპაროვი და სხვა რუსები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულები არიან, ეგრაბაგის პასუხი. რომლებიც ემიგრაციაში არიან და მათი დაბრუნების პერსპექტივა ნულის ტოლფასი. დაბრუნების პერსპექტივა კი არა. შიგნიდან, აი თქვა დაიწყო რაღაც პროცესები მოსკოვში, ხო? პოლიტიკური მართვა სჭირდება იმ პროცესებს და ისინი ვერც საპატიმროში, ვერც გარეთ ვერ იქნებოდნენ, საპატიმროში იქნებოდნენ და ვინ იღებს ინიციატივას ხელში? ან თუნდაც ბრიუსელიდან თუ სადაც არის იქიდან რაც კარნახობენ ქუჩაში გამოსულ ხალხს, თუმცა იმის გარანტია არ აქვს რომ რუსეთში მართლა დაიწყება რაღაც საპროტესტო ტალღა. ყველა ოპოზიციონერი რო ერთიად გაიკრიფოს საქართველოსთან, აქ ვის სულაც ჟღერს შესაძლოა, მაგრამ ვის უტოვებენ ისინი ამ ქვეყანას. მე წავა სხვაგვარი კრიტიკა, გაიქეცით.
აი მაგალითად გახარია კი არ გაიქცა უარყოფითად მაინც და მაინც ისიც რომ მე მაინც და მაინც რაღაც დიდი სიმპათიები არ მაქვს გახარიას მიმართ, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა გახარია თუ არ ვსწრები ცხოვრობს ბერლინში. თქვენ გონიათ ულხიც, აი მამუკას ულხიც, იმიტომ რომ მამუკა მაინც შეძლებული კაცია. და მას აქვს უფლება რომ პირობითად ლაპარაკობ რაღაც დიდი ბინა იქირაოს, სადაც არ ბრიუსელში და რაღაც პირობითად 5 ოთახიან ბინაში იცხოვროს ოჯახთან ერთად ან ოჯახის გარეთ. გახარიას ესე არ იქნება საქმე. 5 ოთახიანს კი არა, 2 ოთახიანსაც ამქირაობს, სადაც 3 ოთახიანს უკვე. მას აქვს ქმარი ალბათ შემოსავალი მუშაობას დაუწყია როგორც ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიმკვდარი მართული გაგებით პოლიტიკოსია. მისი გახარია საქართველოსთვის პარლამენტშია შესული და ამიტომ არის აქტუალობა შეძენილი, თორე წარმოიდგინეთ რომ პარლამენტშიც რო არ იყოს, სად იქნებოდა პატივისცემა ჩემი ფილფარი, ჩემი პატივისცემა. სწორედ ვიკა ფილფარის მიმართ გადასტურებ პატივისცემას, სხვათა შორის ამ პარტიიდან გამონაკლისია სხვებთან რამდენიმესთან ერთად. ამიტომ ყველა რომ გაწავიდეს, აი წავიდეს გახარისა, უკაცრავად გვარამია, წავიდეს გარეთ ვინ არის ამ პარტიიდან, აღარც მახსოვს, მე მგონი აღარც არავინ. ზურა ჯაფარიძე ამ კოალიციიდან. ზურას მიყვეს მისი ძმა გია ჯაფარიძე. აქვს შესაძლებლობა, მაინც და მაინც ფინანსური კი არა, აი რომ ჩავიდნენ და დარჩენის შესაძლებლობა. და პოლიტიკურ თავშესაფარსაც იოლად მიიღებენ, ეგრა მაგის პასუხი. ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოყუშავა ცუდი, კარგი, რაღაც ხაბეშვილი საპატიმროშია, სხვა ვინ ვიცი რა, მეორე მხრივ ხარ ვაკვირდები, ბევრი კი არავინ არ მახსენდება. თამარ ჩერგოლეშვილი და ბოკერია. სხვები რო წავიდნენ სულ ყველა. მერე რა ხდება? საპატიმროში რომ მოხდნენ, მერე რა ხდება? ბიზინა ივანიშვილმა უდავმა ანაკონდა ყველა პროცესი მოგუდა. რანაბიჯიც არ უნდა გადადგა, შეიძლება მცდარი იყოს, ან პირიქით რანაბიჯიც არ უნდა გადადგა, შეიძლება იყოს სწორი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ინდივიდუალური არჩევანი, ეგზისტენციური ინდივიდუალური არჩევანია. რას ვიზამთ? კარნახი ლაშას არ საყვედურობ მაინც და მაინც, ალბათ მაინც არასწორია. ისევე როგორც დამუნათება დარჩენილებისა ან წასულებისა არასწორია. აი ხაზარაძე თუ და მიმუნათებია, მეგონი არა. მაგრამ თუ და მიმუნათებია, მე ვუხდი ბოდის. ისევე როგორც გახარია თუ და მიმუნათებია, ვუხდი ბოდის. რთულია ამ პირობებში ცხოვრება, სუშიში გაქრო დაგიჭერეთ და საპატიმროში მოხვედრა რაც არ უნდა საბოლოოში. საპატიმრო არ არის საქართველო, ასე ვიტყვი. საპატიმრო არის 4 კედი. თუმცა მე ერთ სამესაც ვიტყვი, ალბათ ოპოზიციას მართებს სტრატეგიის შემუშავება იმასთან დაკავშირებით, ვინ მიდის და ვინ რჩება კი არა. იმ შემთხვევაში თუ მიჭერენ ვინ იღებს დროშას საკუთარ ხელში. 1000 დაიჭერენ, 2000 დაიჭერენ, მაგრამ 400 უკვე ვეღარ დაიჭერენ. აქვე ვიტყვი რომ ყველა თვის ვინც მოხდება ამ რაღაც 1000 კაციან თუ 1750 კაციან სიაში, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველასთვის საპატიო იქნება ამ სიაში. ყოფნა ყოველი მეორე უნდა ამაყობდეს იმით, რომ თანასაყრელი იქნება მასზე დიდი პატრიოტისა და თავდადებული ადამიანისა. მაგრამ ეს იოლი არ არის. არავინ იფიქროს, რომ ეს იოლია. არც კარგი არ არის. მაგრამ ბიზინა ივანიშვილის ფეხებზე კიდია კარგი იოლი და ასე შემდეგ, რაც რო გაგირთულებს ცხოვრებას, მეთქო კარგია. კარგია მისთვის. მაგ საწყალს გონია, რომ ამით შეინარჩუნებს, ოპს, ეს სიტყვა არ უნდა წავუწნე, უნდა შეიძლება მეც განამეკიდოს. თუმცა უარესების მithქვამს, მაგ შლექსა და საწყალს გონია, რომ ამით დაშინდება ქართული სახელმწიფო. ახლა მაინც უნდა შევძახო, აპატიეთ. ქართული სახელმწიფო და საზოგადოება არ დაშინდება. აუცილებლად გამოჩნდება რაღაც 1740, მეორე 1750 ეული, რომელიც დროშას აიღებს ხელში. რამდენს დაიჭერა. საბოლოო ჯამში, რამდენს დაიჭერა. თან იმედი მაქვს ჩვენ კარგად გვესმის ყველას, არა მარტო ბიზნეს, არამედ ჩვენს სუნთქვა გამარჯვებული კაცებისა უკრაინიდან. 900 იქით აღარ არის ის მომენტი, წამი, დიდებული წამი, როცა პუტინს გამოათრევენ წითელ მოედანზე და
დასჭირა. ნახვამდის.